ძალიან დიდხანი არა წყალმაწა აქცია, აი სინათლის ბოძები. და არ გაკეთებულა მემრე. ბევრჯერ მივდიოდით კიდეცა. ვეხვეწებოდით, ვშივოდით, აი დღეს გაკეთება ხან გამგებელ შეცვლიდნენ ხან ვიღაცას და დარჩა დღემდე ესე გაუკეთებელი. აი ხელის ბატარეა ლამპუჩკა რაღაცა მაქვს, აი მას ავანთებ ამ წყალმინდოდეს ან რაღაცა დეგა. აი შოპეში დასალევი წყალი არ არის რომ აი წყალი მაიტანოს კაცო. გზა აქ არ არის და ხალხი დაიცალა მიდის რა ფაქტიურად ახმეტის აქეთ მაღაზი არ არის. არაფერი. არა მოდის ექიმებთან არ აყავ. 15 წელი აქ დენი არ არის. აი ესეც მაიპარე ჩამოთვიდა იმიდან. ერთი წვერი მაგადის რა. დღეს სტოლბები ზოგ გადაქცეულია. ყველაფერი ნორმალურად იყო გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი მაიპარეს წაიღეს. ჭართელაში პრობლემები გვაქვს გზასთან დაკავშირებით, ჭართელაში პრობლემა გვაქვს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, რომ ათეულობით წლებია ჭართელას ელექტროენერგია არ მიეწოდება. რა თქმა უნდა, მოსახლეობის საყდურებით ამასთან გასაგებია ამ პრობლემის ირგვლივ. წყალთან დაკავშირებით, აი წყალდიდობის დროს გაზაფხულის პერიოდზე მუდმივად პრობლემები გვაქვს. მუდმივად მდინარე მოდიდება, თან იცით ხევის მდინარეებია, მთიანი რაიონი ახმედა და მოდიდებული მდინარეა მუდმივად პრობლემას უქმნის ამ სოფლის წყლის მომარაგების სათავეებს, თვითონ სისტემის სათავეებს. სასმელ წყალთან დაკავშირებით რა პრობლემებიც ექნებათ, მაგის მოგვარებას გეგმავთ, რაც შეეხება ჯებირებს, სერიოზული პრობლემებია და ფაქტიურად ისთანხები, რაც ამ ნაპირსამაგრის გაკეთებას უნდა ჯერჯერობით რაიონის ბიუჯეტს არ აქვს და სამწუხაროდ ამ წესი ნაპირსამაგრის ამუშავებს არ გეგმავთ. დენთან დაკავშირებით გითხარით, რომ უნდა მიმართოთ ენერგოდისტრიბუციას და კონკრეტულ პასუხს გეტყვიან მაგასთან დაკავშირებით, რაც შეეხება გზას, გზა, რა თქმა უნდა, საჭიროებს მოვლას, მაგრამ მანდ რომ მიუვალი გზა იყოს, ეგეთი არ არის.